მოგესალმებით ყველას, გავაგზავნოთ ჩვენი თამაშის ჩაწერა. ჩვენი კამპანია. წინა სერია მაინც და მაინც ნაშკარად არ იყო. დადებითი მაჩვენებლებით დატვირთული და დღეს იმედი მაქვს, რომ საბრძოლო მოქმედებების ძალიან დიდ ნაწილს ჩვენ სასარგებლოდ წამოვიღებ და უკვე ხელშესახები პროგრესი მექნება ამ სერიაში საკმაოდ ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ წინა სერიაში რაღაც ერთ ადგილას ვიმბუქსავე თითქოს და რაღაცა ისეთი დიდი შედეგი არ გამედია. აკეთ ორი ალყა მაქვს. ერთი საფრანგეთის ტერიტორიაზე ამ ქალაქზე, უბრალოდ მე არ მაქვს. იმათმა მომაქციეს და აკეთ საბერძნეთში აღმოსავლეთის ფრონტზე ერთი ქალაქი კორინთო მოაქციე უკვე ალყაში საკმაოდ ძლიერი გარნიზონით და ძალიან დიდი და ძლიერი შემადგენლობით. ეხლა გამოვტოვოთ ერთი ნაბიჯი და შემდეგ ისევ დავაკვირდით მოვლენების განვითარებას. ხო, აქ ვაგზელებთ ძალების აღდგენას, რომ გავაგზავნოთ ჩრდილოეთში, რუქის ზედა მხარეს გერმანიის ტერიტორიაზე ისევ ლაშქრობა. აქაც პირველი შეტაკება, ცადეს მოხსნა, ალყის და გათავისუფლება აი ამ ტერიტორიის ბერძნებმა. პოზიცია და მდგომარეობა ამ ბრძოლისთვის საკმაოდ მომგებიანია. არმიაც საკმაოდ მაგარი შეიძლება ითქვას. საკმაოდ ბალანსი დიდია ეხა ამ არმიაში, სოლელი, ხელჩართული ზოლისთვის განკუთვნილი და ცხენოსანი ერთეულების საკმაოდ კარგი ბალანსია. ხა დისტანციურად დავამუშავოთ ეს ერთი ერთეული. შევეცადოთ. დავიხიოთ უკან. უკან მე ვთქვი. Ertzovs გონი მოვასწრებე. კიდე ერთსაც, ბარე. დაქირავებულები შედარებით არ მენანება, ასე რომ ვთქვათ.
ხა უკვე გასტატება დაუწყეს პილიგრიმების სროლა დისტანციაზე. აი არაფერი არ არის იმაზე უფრო რთული ვიდრე როგორც თქვი რა ბერძნულ ფალანგასთან ბრძოლა ლეგენდარულ სირთულეზე რა. აქედან უკვე ამათ ცხენოსნები მოვიდნენ ახლა რეაგირება გავაკეთოთ. Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. საუტანია მათი გენერალი არის ზოდის ფასი არასწორად ეხლა ეს დაუჯდება ამას საბოდის წელს ნახოთ თუ არა შეიძლება ითქვას ჩემი დაიღუპა არა უჯეს კიდე რამდენი ხანი გაქა ჩემს ერთად დავთვალე მაინტერესებს ლეგენდარული სისტემა ყოველთვის საოცრებით არის ხოლმე სავსე. ესენი ამათ ბოლომდე გაყვებიან, რა თქმა უნდა. ეს ის დავიწყო. ეხლა უნდა ამათ გენერალი რამენაირად მოკლა რა. შეუძლი რა თქმა უნდა დავმარცხეთ
ეს ცხადი გადარჩა. კარგია ძალიან. Полководец! Господин! Приказы! 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 ცილებლად ეხლა ვცადოთ მეორე ნაწილი კიდე. Победа! Император! აბა თუ მივასწარი Атаковать врага! Полководец! Полководец! Приказы! Господин! Приказы! Полководец! Приказы! Полководец! Полководец! Готовьтесь к бою! Ходов больше нет, господин! Полководец! Полководец! Готовьтесь к бою! Победа! აჯანყებულები იტალიაში მინდა რომ ესენი ცოტა გავანადგურო. სხვათა შორის ქალაქების შემოსავალი აი ამ ბანდების არარსებობაზეც დამოკიდებულია. შენ რეგიონში როცა მოქმედებს აი ესეთი რაღაცა მოიამბოხეების თუ ბანდიტების და ჯგუფებები, მაგ შემთხვევაში რეგიონსაც და ქალაქსაც შემოსავალი დაბლა ამისტის და აკლდება. რო იცოდეთ ხოლმე ის ზოგადად. Ходов больше нет, господин! უნდა შეეცადოთ ხოლმე რომ ესენიც ასევე გაანადგუროთ საბრძოლო მოქმედებების სვლელობისას. ეხლა მოვჩეთ ამ ყველაფერს. Господин! ჩრდილოეთის ეს არმია გამოიყვანოს და დავიკავოთ ახალი გერმანული დასახლება. Император! Император! საერთოდ ბრიტებს ეს ქალაქი ავიღოთ ტრირიმონდი, იბატონო. ესენი ჩემი მოკავშირეები არიან. იბატონო. აქეთ წავიდეთ მაინც. Ходы кончились, господин! Приказы! Атаковать врага! ხომ ამ პორტის ბლოკადაში მოქცევი რა თქმა უნდა არ ვარ. დამასრეს. Осаждаем поселение, господин! კარგი მე წავიდეს მაშინ სხვა ქალაქზე, ხო? Мы в осаде! ესეც ეს ახალი ადამიანი გაიოს მარიუსიო და ეს მაძლევს უკვე რომ დავიწყო რეფორმა იმის და ლეგიონი გამოვიყვანო მთლიანად. თუ გაიოს მარიუსს ზოგადად უკავშირდება რომაული არმიის რეფორმაციის დასაწყისი. ანუ სამოქალაქო ლაშქრისგან გაიოს მარიუსმა შექმნა აფრიკული ომების დროს ლეგიონი, პირველი ლეგიონი. მედიოლანში ავაშენოთ ეს სასახლე. ხალხში პოპულარობა გამეზარდა. აქ იმპერატორის სასახლე დასრულდა და შესაბამისად მაძლევს საშუალებას რომ ავაშენო ახალი ისინი. Приказы! В атаку! Осаждаем поселение, господин! Поселение в გერმანელებთან осаде, ისევ господин! შეტაკებები რა თქმა უნდა გარდაუვალია. ამჯერად ომის ინიციატორი ვარ მე.
ვინაიდან და რადგანაც რომაელებმა ამ ქალაქს შეუტიეს, მე შევუტევ მაშინ სპარტას, ხო? В атаку! თუ არა. Мы не можем сделать это, господин. Мы не можем сделать это, სულელია господин. რა. Приказы? ეს თუ აიღებენ, რა თქმა უნდა. ლუგუდუმში გალებმა ალყაში მოაქციეს დასახლება და ეხა მეორე რაც ყველაზე საინტერესო ხდება ჩემი ტანჯული კამპანიის განმავლობაში არის ის რომ ეს აიღეს რა თქმა უნდა როგორც მოსაგებდები იყო მაგრამ ჩვენ აუცილებლად ავიღებთ სპარტას და ეს იქნება ჩვენი ფორპოსტი და დასაყრდენი Поселение в осаде, господин. ნახე ბიჭო რომ ხელა არმიები უდგათ ეს რა არის რა საშინელება ამათან მე იქნება ვიცი რა იქნება Да, капитан. იმიტომ ვამატებ აქეთ აღმოსავლეთის მხარეს ვაგზავნი ამ არმიებს რა ვიცი Приказы? Лот готов. Да, капитан. Это и кончились, господин. Приказы? ხაი აქეთ შევესწრები რომ ეს ტერიტორიები ავიჩუქოთ თუ ვერ დაიკავეს ნარბონ მარტინი ლუგუდუნი ჩვენ გვაინტერესებს რა თქმა უნდა ალეზია ხო კი Атаковать врага! Победа! Атаковать врага! სადღაც ორ გადატრიალებაში ვიქნებით დანიშნულების ადგილამდე Они кончились, господин. ეს იმპერატორი Господин! В атаку! Полководец! რამდენი წლის 65 Приказы? წავიყვანოთ ამასთან ერთად თუ განდავაბრუნოთ საერთოდ ეს ესპანელები არგით გამოვტოვოთ ისევ ერთი გადაბრუნება კიდე ხელა Кончились, господин. აიაქს კალაბისის ბლოკადა დამოვალეს წამოვედი მაგრამ 1 2 3 მაქსიმუმ აქამდე 4 ნახოთ ერთი სიტყვით ამ ფრაქციის ლიდერი აღესრულა თავისი სიკვდილით ლუციუს იულიუსი Приказы? В атаку! ახალი ლიდერი ო ეს პიროვნება ეს მეომარი ადამიანი რომელიც გერმანიაში იბრძვის ახლა გალიდერდა პროკონსულის სასახლე აშენდა აქ მორჩით Готовы поднять паруса. Да, капитан. Приказы? Марш! ხოლმე ამ ქალაქს მე მგონი ავიღებთ იმიტომ რომ არაუღიათ ჯერ ეს Господин! მეგდება 7 ხუთში ესპანელებმა აქ შემოვიდეს, ესენი გამოუყვანიათ ყველაზე ძლიერი ერთეულები კელტიბერების არმიაში. საკმაოდ კაი არმია. ნახოთ აბა გაუძლებს თუ არა.
ქალაქში სადგომი გარნიზონის ერთეულები მყავ. მოცემულ შემთხვევაში ყველაზე სუსტი ერთეულები შეიძლება ითქვას. ქალაქის ცენტრის გამაგრების მეტი ამათ ვერაფერს ვერ გავაკეთებინებ. დავიწყეთ. საერთოდ ერთი ტარანი აქვს დამზადებული. Смотрите на укрепление. Стены пали, и боги покинули нас. ეხლა მთავარია რომ აი ეს გენერალი საწითო წამოვმოკლა. სუსტრაფობას იჩეს როგორც მოსალოდნელი იყო რა. Боги наполнены. Вражеский полководец убит. И сейчас его люди боятся вас. Настало время форсировать атаку. მეორე მხრიდან მოვიდეთ საერთოდ კიდე სროლელებს ეს ინდა შეიძლება სადღაც იქით ეს არის ძირითადი პრობლემა ესენი არის მამას მოვერიე მერიგიბადო Доблестный полководец погиб. Его войска лишились мужества. Ах, лучше бы он остался.
ხშირად ნელა მოქმედებენ ესენი. ასეთ შეიძლება ადამიანი დააკვირდეს პირველ რიგში. არა უშავს. აქ უკვე გალებმა ისქესეს რომ მაგათი სათაყვანებელი ქალაქი შეიძლება ძალიან მალე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და მთელი ძალებით გადმოიყვანეს ისეთ ცენტრში ქალაქის დაცვისთვის. არა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ რაფერი აღარ ეშველებათ. მართლა რაფერი აღარ უნდა ეშველებათ. და ამ ქალაქის დასაბრუნებლად და აქ სიტუაციის საკონტროლოდ ახალი არმია აუცილებლად უნდა შეუგრიბო. ლეგიონერები თამაშები გაუშვოთ და ეს არმია მთლიანად გამოვიყვანოთ. დავდოთ ერთი ერთეული. აი ესე. სეც მოკავშირედ ითვლება. ხამი ეს ქალაქი საყარო დავიწყო ესენი პრინციპში უნდა დამეხმარონ ყველა შემთხვევაში, ხო? ესეც არის კი. ეს დავითრიოთ სპარტა. შესანიშნავი. ნახე პრეტორიანელებიც კი გამომყავა. მაგარია ძალიან. ესეთი კარგი განვითარებული ინფრასტრუქტურაა. და ეს ფლოტი წამოვიყვანოს. და დისლოცირების ადგილი შეუცვალოთ. აქ სპარტაში დავაყენოთ. ესე ჯობია კი. მე ავიღოთ ეს კიდონია. ჩემი მოკავშირე ბრიტანელები საკმაოდ დიდი ძალები ყავთ ამათაც ორგანიზებულია აქ. კარგით გამოვტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი. გერმანელებმა რა თქმა უნდა დამამტყეს. და ასევე მოსვლით დახმარებაც.
მაგრამ მე აუცილებლად გარწმუნებ თქვენ რომ ეს იქნება ძლევაის საკვირიო რასაც ქვია რა Вражеский полководец убит, и сейчас его люди боятся вас. Настало время форсировать атаку. ეხა უკვე მართლა წასულია მათი საქმე. შესანიშნავი სულისკვეთება აღთ საერთოდ რაც არ უნდა სუსტი ერთეულები იყვნენ როცა ხელმძღვანელობთ იმპერატორი რო იცოდეთ ეგეც სხვათა შორის გადასარევი ესაა ჩემი ველიტები ესურიან აი ეს ნახეთ სირცხვილია მათი როგორ გარბია ნახე უკან მოუხედავთ დეციმაციას გამოვიდნენ ამას დასაშინად აუცილებლად გასტატებს რა თქმა უნდა არის კარგად ხა ვიღაცა ბარბაროსი და ხირავებულები რო იყო კიდე ხო აბა ბიჭებო ხა გადმოჯგუფდით
გაგირისკიეთ. მაშინ მე გადმოვა პირდაპირ შეტევას. აუცილებლად. Вражеский полководец убит. И сейчас его люди боятся вас. Настало время форсировать. Გავიმარჯვეთ. Преследуйте. მოკლედ გავიმარჯვეთ. ძალიან კარგია ამდენი წარუმატებლობის მერე. ძალიან კარგი. საჭირო გამარჯვება ხო? Полководец. აღარ ეხლა ნამდვილად ცოტა ჭკუით უნდა ვიყოთ. Император. რომ ეს პროგრესი Полководец. ისე არ გავარნიაოთ, იმიტომ რომ აქ თქვენს თუ აკვირდებით საკმაოდ კარგად იკრებენ ისევ ძალებს. აქ ესენი ორ გადატრიალებაში იქნებიან უკვე ჩემთან, ჩაერთვებიან ამ ბრძოლაში. საკმაოდ დიდი და ძლიერი არმიით. აქ იკრიბება და რა იკრიბება, საკმაოდ კარგი შემადგენლობა. რომ ესპანელებს ერთხელ და სამუდამოდ ჭკუა ვასწავლოთ. Господин. Вперед. აქ ბალკანეთზე კი შეიძლება რომ დავარტყათ და უკვე ვცადოთ პოზიციების გამყარება. Готовьтесь к бою. რომაელებს წავართვათ რაღაც ტერიტორიები კიდე. Флот готов. Готовьтесь к бою. Победа! Да, капитан. Полководец. ნუ ხა უკვე აქაც სასახლის შენებლობა მედიოლანში მორჩა და სწრაფად გაიზრდება, მაგრამ ფული აღარ არის უკიდენი და Господин. ნელა უნდა დავზოგოთ. ეხა ფინანსები. ნამდვილად. იმიტომ რომ Вперед. უკვე ხაზინა Ходить кончились. ძალიან არის საკმაოდ გარკვეული. Полководец. Император. და მე ვფიქრობ, რომ ხო, ეს ბატაურში ამასაც მოვრჩით. Император. ესე შეიძლება რომ ვიჩქაროს და ჩვენ თვითონ დავარტყოთ ამასაც და ავიღოთ. მაგრამ ცოტა ხან კიდე მოვითვინოთ. ნუ ეს ლოგოდონი აუღიათ ამათ. მანამდე Приказы. ერთი ხოდი ისე კიდე მოვითვინოთ. აგერ თვითონ ვერ მოითმინეს და მეგონი ალეზია დაეცემა. მოგზაუროთ. Отряды. По моему приказу. Велиты. Отряды. Стойте. Готовьтесь. Отряды. Стрельба по готовности. Враги привели на поле боя еще людей.
სისუსტის მასობრივი გამოხატულება. Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. მოკლედ მოსვლითაც ვერ მოაღწიეს ჩვენამდე შეიძლება ითქვას. და მოგწდენოდნენ. ეხლა უბრალოდ ის გადაგრჩენია, რომ დაველოდოთ ძირითადი ძალების მოსვლას. სარი ქალაქიდან გამოსული ძალები არიან უკვე. რომელსაც კი ჭვიანურად ითამაშეს მისცეს ეხლა საშუალება ბრძოლის მის. ეს მშვიდოსნები არიან უმაღლესი დონის პირველი დონის სროლელები გალების, რომელზეც პირდაპირ მივიდა კავალერიით ლიელის. ეს ამათი სარდალი სომხი კავალერია დამეტადა. Вражеский полководец убегает. Настоящие вожди. Слава великим богам. ეხლა თავარია ესენი პირწმინდად გავანადგუროთ. Полководец убит. Ну, ქალაქი Теперь პირდაპირ ужас ჩამბარდეს. поселится в сердцах наших врагов. თავარი არის ზუსტად აიგეს. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты, они просто пуганые кролики. Это героическая победа, достойная славы Дима. გავიმარჯვეთ. და ალეზია მეგობრებო ჩვენია და ბრიტანელებმა დაარღვიეს სამოკავშირეო და საზავო ხელშეკრულება და ყველაფერი ერთად და არიან მაგარი დაბოზრები. და ეხა ამათ მე აუცილებლად ვასწავლი ჭკუას. Они кончились, господин! В атаку! გერმანელებს უკვე თავი რო აღარ ქონდათ ომის ბრიტებმა შემომიტიეს.
ხალხში პოპულარობა დაეცაო და რატო ვერ გამიგია? ეხლა ცოტა ფული გამიჩნდა, ახ და ეკონომიურ მშენებლობებს ქალაქებში დავიწყებ აუცილებლად. აქაც ავაშენებ პანთეონს. აქაც მე ტაძარს ავაშენებ. აქ ავაშენებ. პრინციპში აქაც სასწრაფოდ უნდა ჯერ ეს ავაშენო. მოკლედ მეგობრებო, ესეთია ამ ყველაფრის საბოლოო მდგომარეობა დღევანდელი სახით. გერმანიაში ჩემი წარმატებების კვალდაკვალ ბრიტანელებმა გამომიცხადეს ომი. ალეზიის აღებაც დავამთავრე, მაგრამ გალიაში მთლად კონტროლზე არ არის ჯერჯერობით სიტუაცია აყვანილი. აქ ახალი დონის ერთეულების და არმიის რეკრუტირებას წარმატებით ვახორციელებ. დინამიკას მე ვფიქრობ, რომ არ მაქვს ისე დაგდებული ჯერჯერობით. აქეთ ამასაც რა თქმა უნდა ვერ ვასრულებ ჯერჯერობით. Готовы поднять არ არის აზრი არა აქვს რა ერთი სიტყვით. ნახოთ ერთი კიდე რა დავალებას პროცესს აქ დავაყენებ ჯერჯერობით ფლოტი. Готовьтесь к бою. და საქმე დავიწინაუროთ. Это и сделано, господин. Император! Готовьтесь к бою! და გამოვტოვოთ აბა კიდე ერთი ნაბიჯი. აქ რა თქმა უნდა მოგონციებს შეუდგეს კიდე. Мы в осаде! ესე იგი რაღაც საშინელებებს აკეთებენ რა. Приказы? Атаковать врага! Ходы кончились, господин! მოკლედ როგორც ყოველთვის ტოტალურად და ქრონიკულად ესეთი მძიმე მდგომარეობა მაქვს ისევ. ამ მოცემულ შემთხვევაშიც Император! ეხა ეს რო გამოტოვა აუცილებლად დაიწყება ან ერთ მხარეს შეტევა ბრიტანელების, ან მეორე მხარეს და ისევ ახალი ბრძოლა უნდა გამიხდეს სათამაშო. მე კიდე მოცემულ შემთხვევაში ხა დღეს უკვე ნამდვილად დავიღალე და ამ დანარჩენი ბრძოლების ნაწილს შემოვინახავ თქვენის ნებართვით Император! Атаковать მომდევნო врага! სერიისთვის. მოკლედ დღეისთვის არის ეს ვითვალება რთულია, მაგრამ არა კატასტროფული. ესპანელების ამ არმიასაც მე ვფიქრობ, რომ უკან შემოვაბრუნებ, როცა ალყა შემოვარტყავამათ. სციპიონები რას აკეთებენ ახლა? აფრიკას ითვისებენ საკმაოდ ძლიერი წარმატებით. მავრიტანელებსა დარჩათ 3 ქალაქი აქ. და ამათ ჩრდილოეთ აფრიკაში ესპანეთს თუ დავიკავებ, ამათ თუ წავართ მე რამდენიმე ქალაქსაც ძალიან კარგი იქნება.
და რა თქმა უნდა ვემზადები, რაც ყველაზე მთავარია. აი ამისთვის, როდესაც აი აქ მომწონს უკვე უფლებას რომ დავიწყო სამოქალაქო ომი. მოკლედ, მეგობრებო დროებით რა, დღესთვის იყო ეს. პროგრესი რა თქმა უნდა მაინც მაქვს. აგერ აქ 2 ქალაქი დავითრიე, აქ მესამეს დავითრევ. ჩრდილოეთში 2 დავამატე, მაგრამ საფრანგეთში აქ გალიის ტერიტორიაზე 2 დავკარგე ჯერჯერობით, სამაგიეროდ აქეთ ალეზია ავიღე. ძირითადი დედაქალაქი, საკმაოდ დიდი პოპულაციით და შემოსავლით. მოკლედ დროებით და მომავალ შეხვედრამდე დაელოდეთ რა თქმა უნდა ახალ სერიას.